თავი მე-14. რწმენაში უმტკიცები მიიღეთ. ოღონდ არა საკამათოდ აზრთა გამო. ზოგს ჯერა რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უმტკიცები კი მხოლოდ წვანილეულს ჭამს. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ აჭამ. და ვინც არ აჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო იგი. ვინ ხარ შენ, სხვისი მონის გამკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას, ან ეცემა, მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება. ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცე. ვინც იცავს დღეს, უფლისათვის იცავს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს. ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს. ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისათვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის. ვინაიდან თუ ცოცხლობთ, უფლისათვის ცოცხლობთ და თუ კვდებით, უფლისათვის კვდებით. და ამიტომ ცოცხლობთ თუ კვდებით, უფლისანი ვართ. რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც. მას შენ რატომ განიკითხავს შენს ძმას? ან და რატომ ამცირებს შენს ძმას? ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე. რადგან წერია, მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი. ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს. ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს. ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმსჯელეთ იმაზე, რომ ძმამ ძმა არ დააბრკოლოს და არ აცდუნოს. მე ვიცი და მწამს უფალი ესოში, რომ არაფერია უწმინდური თავისთავად. მხოლოდ მისთვის არის უწმინდური, ვინც არაწმიდად ჩათვლის რამეს. თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, შენ უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე. ვინაიდან ღვთისასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, შვიდობა და სიხარული სული წმიდაში. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი ადამიანთათვის. მას ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება. საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს. ყოველივე წმიდაა, მაგრამ ბოროტია იმისათვის, ვინც შებრკოლებით ჭამს. უმჯობესი არ აჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არ სხვა რამ, რითაც შენი ძმა შებრკოლდება. გააქვს რწმენა, გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არსდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს. ვინც ეჭვობს ჭამისას, დამნაშავეა, ვინაიდან რწმენით არ იქცევა, ხოლო ყოველივე რაც რწმენით არაა, ცოდვაა. ხოლო მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება, ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც უკუნითიდან მიდუმებული იყო, ხოლო ახლა გაცხადებულია წინასწარმეტყველური წერილებით. მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას. ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით. დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.